ალაძის უწყების მიერ გამოცხადებული ტენდერით ვიგებთ, რომ 100 ერთეული მანქანის შესაძენად 7.412.000 ლარზე მეტი დაიხარჯება. აღნიშნული თანხა განსაზღვრულია იმ პირობის გამო, რომ ავტომობილები აუცილებლად უნდა იყოს უახლესი მოდელის და აუცილებლად უნდა იყოს 2025 წლის. აღნიშნული თანხა დაფინანსდება როგორც დოკუმენტით გინდება, რომ აღნიშნული თანხა დაფინანსდება როგორც 2025 წლის ბიუჯეტით, ასევე 2026 წლის ბიუჯეტითაც. აღნიშნული ვითარების გამო ექსპერტები ფიქრობენ, რომ კახა კალაძემ წინასწარ იცის უკვე რაში დახარჯავს 2026 წლის ბიუჯეტს. ასევე მკვლევარები ამბობენ იმას, რომ თბილისის მერიის ავტოპარკი არის მრავალფეროვანი ძვირადღირებული მანქანებით და არანაირი საჭიროება 100 ახალი მანქანის შეძენისა არ არის. ექსპერტები ამბობენ იმასაც, რომ არამიზნობრივ ხარჯს აქვს ადგილი, ვინაიდან აღნიშნული თანხა შესაძლოა უფრო სერიოზულ პრობლემებთან მოსაგვარებლად დახარჯულიყო და არა იმ კომფორტისთვის, რომელიც ქართული ოცნების ჩინოვნიკებს ექნებათ ამ ახალი მანქანებით. საკმაოდ დიდი რაოდენობის და ძვირადღირებული ავტოპარკი ყავს საქართველოს მთავრობას, სამინისტროებს, მუნიციპალიტეტებს და მათ შორის, რა თქმა უნდა, თბილისის მერიასაც. ეს ბოლო შესყიდვა არის 7 მილიონ ლარზე მეტი და ეს ავტომობილები უნდა ემსახურებოდნენ საქართველოს მოქალაქეებს, ანუ თანამდებობის პირები, რომლებსაც ემსახურებათ ავტომობილები, უნდა აკეთებდნენ მეტსაქმეს, რომ მივიღოთ უფრო მეტი მუნიციპალური სერვისი და სიკეთე, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ ჩანს თბილისის მერიის შემთხვევაში. ავტომობილების ყიდვა არ არის პრობლემა, ავტომობილების ფასები არის პრობლემა და პრობლემა არის ის, რომ ეს ავტომობილებით მომსახურება არ ხდება საქართველოს მოქალაქეების, ანუ თანამდებობის პირი ამ ავტომობილებს იყენებს მისი კომფორტისთვის და არა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს ტენდერი ბუნებრივი არის სპონტანურად მოფიქრებული იმისთვის, რომ ერთის მხრივ მოახდინონ დოტაცია კომპანიების, რომლებიც ამ ბიზნესით არიან დაკავებული და სულ ყველა არის ხელისუფლებასთან დაახლოვებული ან დავალდებულებული. ბუნებრივია შემომწირველებიც აქედან გაჩნდებიან და მეორეს მხრივ აქ ეს არის არამიზნობრივი, როგორც მინიმუმ პოლიტიკური უზნეობა, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებს ატარებ და იმავდროულად უკვე 2026 წლის ბიუჯეტში აფათურებ ხელს. ვინ იცის შედეგი რა იქნება გამარჯვების, თეორიულად ყოველ შემთხვევაში და რა პრიორიტეტები გაჩნდება თვითმმართველობაში. სატენდერო წინადადებების მიღება ზუსტად 22 სექტემბერს დასრულდება, რის შემდეგაც უკვე გვეცოდინება, რომელი კომპანია აიღებს პასუხისმგებლობას და რომელი კომპანია აიღებს 7 მილიონ ლარს იმისათვის, რომ თბილისის მერია ახალი ავტომობილებით უზრუნველყოს.